რთველი საქართველოში მხოლოდ ყურძნის კრეფა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიური პროცესი არ არის. ეს არის ერთგვარი რიტუალის ტრადიციაც და რა თქმა უნდა ბიზნესიც. რთველი 2025 აქტიურ ფაზაში შედის. ოფიციალური მონაცემებით ამ დროისათვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 55,000-მდე ტონა ყურძენი. მოსავლის დაბინავება კი დედოფლის წყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. რა არის გამოწვევები და რა მოლოდინებია მოსავალთან დაკავშირებით? ჩვენი პირველი სტუმარია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუსლა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სატელევიზიო ახალი სატელევიზიო სეზონის პირველი გადაცემა რთველს ეძღვნება და ეს ალბათ ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენე, ყურძენი, რთველი და ღვინო არ არის უბრალოდ მხოლოდ რაღაც კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით კახეთის ცხოვრებთათვის. სადაც ახლა აქტიურად არის რთველი საკმაოდ კარგ ფაზაში შესული. რა ტენდენციებია? გამოწვევებზე აუცილებლად კითხავთ. წელს არის პირველი წელი, როდესაც ასე პირდაპირ კახეთში პირდაპირ სუბსიდირება თითქოს არ არის. აი ამ დეტალებზე ამ დაფინანსების წესია შეცვლილი უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი. ამ ყველაფერზე მინდა რომ ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში, თუმცა თავდაპირველად როგორ მიმდინარეობს, რა ძირითადი გამოწვევებია და ის რომ წელს რეალურად ჩამბარებელი ერთი კომპანიაა ამ შემთხვევაში, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის შექმნილი, რეალურად ეს არის თუ არა გარკვეულწილად პრობლემის შემქმნელი, თუ პირიქით ეს არის ერთგვარად იმის საშუალება, რომ სუბსიდიის სქემიდან გამოვიდეს ეს სექტორი. კი ბატონო, პირველ რიგში მივესალმები ჩვენ ტელემაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა ამ პატივისთვის, რომ სეზონი იხსნება სწორედ რთველზე საუბრით და ამხელა დროს უთმობთ სწორედ აი ამ საკითხს. ჯამში რაც შეეხება რთველის მიმდინარეობას, რთველი საკმაოდ ნელი ტემპით დაიწყო, გარკვეული კორექტივები შეიტანა ამინდმა, როგორც ყოველთვის დაწყებისთანავე ერთკვირიანი, ასე ვთქვათ, მზიანი ამინდის შემდეგ გარკვეულწილად ჩაერია წვიმა, ძალიან უხვი ნალექი მოვიდა კახეთში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში და სამწუხაროდ მათ შორის თელავსა და ახმეტაში მცირე ფართობებზე ასევე იყო სეტყვაც. რამაც რა თქმა უნდა თავისი კორექტივები შეიტანა და ის ვალდებულება რაც ჩვენ გვაქვს რომ გადავამუშავოთ მათ შორის ნასეტყვი ყურძენიც და ამ შემთხვევაში ნასეტყვის შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება, ვინაიდან დაზიანებული ყურძენი შემდგომში პოტენციურად შეიძლება იყოს სიდამპლის, სოკოვანი დაავადებების წყარო. ამიტომ მყისიერად მოგვიწია რეაგირება და თქვა დედოფლის წყაროში და სიღნაღში დაწყებულმა რთველმა უეცრად გადაინაცვლა თელავის და ახმეტის მიმართულებით, სადაც პრინციპში ჯერ ადრეა სიმწიფეზე საუბარი. ის ფაქტი, რომ წელს სახელმწიფო საწარმო ორ სხვადასხვა ფასად იბარებს ყურძენს, არის ერთი განსაზღვრული დაზიანებული, მათ შორის ნასეტყვი უკონდიციო, არაკონდიციური ყურძნისთვის, ხოლო მეორე ჯანსაღი და კონდიციური ყურძნისთვის, რა თქმა უნდა, თავის გავლენას ახდენს რთველის პროცესზე. კერძოდ გავლენას ახდენს რა კუთხით, ანუ კარგი თუ უარყოფითი კუთხით? რა თქმა უნდა, კარგი კუთხით, იმიტომ რომ ის ვისთვისაც მნიშვნელოვანია საფერავის შემთხვევაში თუნდაც 50 თეთრიანი სხვაობა ცდილობს რომ დაამწიფოს ყურძენი, უფრო მაღალშაქრიანი მოსავალი მიიღოს და შესაბამისად უფრო დაფასდეს მისი შრომა და უფრო მეტი სარგებელი ნახოს. თქვენ მართალ ბრძანეთ, რომ წელს შეიცვალა სახელმწიფოს მიერ რთველში ჩარევის, ასე ვთქვათ, სქემა, აი ეს პირდაპირი სუბსიდირება, რაც გამოიხატებოდა ფასის რაღაც ნაწილის დასუბსიდირებით წელს არ გვაქვს, თუმცა სახელმწიფოს საწარმოს უჭირავს ის მინიმალური ფასი, რაც რა თქმა უნდა განსაზღვრავს ბაზრის ფასის იატაკს ამ შემთხვევაში და ამის ქვემოთ
არ ხდება ფაშის ჩასვლა. ცვლილება ამ ტიპის გადაწყვეტილება მიღებული იყო იმიტომ, რომ დაუშვათ რეალურად არ ამართლებდა სუბსიდია და ეს ყველასთვის გასაგები იყო, ეს იყო სოციალური პროექტი და წლებთან ერთად ეს ადრე თუ გვიან უნდა შეცვლილიყო. თუმცა ის რომ მაინც დარჩა ამ შემთხვევაში სახელმწიფო საწარმოს მიერ, თუნდაც იმ მინიმალური ფასი, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, იმ ფასში ყურძნის შაბარება და ამ სახით ერევა, სწორედ სახელმწიფო ამ სახით მონაწილეობს აი ამ რთველის პროცესში, ეს ბოლომდე რეალურად მაინც არ არის ხო ის მთლიანობაში ბიზნესისთვის და ბიზნესად განხილული ეს რთველის პროცესი. რით იყო ეს გადაწყვეტილება განპირობებული, რომ ერთის მხრივ უარს ამბობთ პირდაპირ სუბსიდირებაზე, თუმცა მეორეს მხრივ სახელმწიფო საწარმოს მაინც ტოვებთ და სწორედ ის ხდება ამ ბაზრის მოთამაშე. თქვენ რეალურად მეღვინეების და აი ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების ერთი ნაწილი ძალიან დადებითად შეხვდა სუბსიდირების პროცესიდან გამოსვლას, თუმცა მეორე მხრივ აბსოლუტურად კონკურენტულ რეალურად როცა სახელმწიფო საწარმო შედის კერძო ბიზნესთან ამ შემთხვევაში კონკურენციაში, რამდენად სწორი პოზიციონირება ასეთი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან? პირველ რიგში სახელმწიფო საწარმო მარტო წელს ანუ უკვე წლებია რაც ოპერირებს და რაც იბარებს სწორედ ამ დაზიანებულ ასეთ დაავადებულ ყურძენს და ასევე იმ შემთხვევაში თუ ყურძენი არ არის საინტერესო კერძო სექტორისთვის და კერძო სექტორი არ არის რაღაც თუნდაც რეგიონებში დაინტერესებული ყურძნის შეძენით, სწორედ აი ამ ყურძენს, ანუ ერთ-ერთი გაცხადებული რაც არის, ეს არის ყურძენი არ უნდა დარჩეს, ასე ვთქვათ, ჩაუბარებელი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ამ ყველაფრის უკან დგას სწორედ სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ ასევე ახსენეთ. პირველ რიგში ეს ყველაფერი გათვლილია მაინც მევენახეებზე და ფერმერებზე და ვთქვათ არა ბიზნეს ოპერატორებზე, ანუ არა მეღვინეებზე და არა ქარხნებზე. მათთვის არის სხვა ინსტრუმენტები, თუნდაც იაფის ესხი, აგროს ესხი, ესეც ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ გამოიყენონ საბრუნავი საშუალებისთვის ამ შემთხვევაში ყურძნისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სესხი, თანადაფინანსებული სესხი, არის ასევე ის მარკეტინგული პროგრამები, რაც სწორედ მათზეა გათვლილი, მაგრამ რთველის დროს მთავარი არის მოსახლეობა ამ ვენახების უკან და ყურძნის უკან დგას ხალხი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მინიმალური მაინც ასე ვთქვათ, აუნაზღაურდეთ დანახარჯები, რათა მათ შეძლონ თუნდაც მომავალი წლისთვის მოამზადონ თავისი ყურძენი და შექმნან გარკვეულწილად პროდუქტი. ამ შემთხვევაში წელს ჩვენ კიდევ ვიმეორებ ის ფაქტორიც გათვალისწინებულ იქნა და მე მინდა ვთქვა, რომ ხო, აქ გულისხმობ რა თქმა უნდა ხარისხს და იმას არა, რომ ნებისმიერი ვინც რაღაცა ყურძენს მოიყვანს ნებისმიერი რაღაცა ერთნაირ ფასად ჩაბარდება. ბატონო, თუმცა წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა პრაქტიკამ, რომ ყველა შემთხვევაში ხარისხიანის და უხარისხოს ბარდება, ანუ გაფუჭებულის და კარგი პროდუქტის, ამან რეალურად მათ შორის იმ მევენახეებს ხომ არ მისცათ გარკვეულწილად იმაზე ფიქრის საშუალება, რომ რა პროდუქტის არ უნდა შექმნა, რა ხარისხის ყურძენის არ უნდა მქონდეს, რა თქმა უნდა, ამინც ვერაფერს ვერ უზავთ, მაგრამ მთლიანობაში ამან ხარისხზე უარყოფითი გავლენა ხომ არ იმოქმედა სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს მათ იციან, რომ სახელმწიფოს აქვს ასეთი პოლიტიკა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ ეს საშიშროება, სწორედ ამიტომ არის ორი ფასი. ანუ თქვა საფერავის შემთხვევაში განსხვავება არის 50 თეთრი, რაც ფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ფასია, ანუ კარგი სხვაობაა, შედარებით ნაკლები. რომ უღირდეს მევენახეს, რომ მეტი შრომა ჩადოს. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ უგერთველის დასრულების შემდეგ მონაცემს ყურადღებით შევისწავლით და კიდევ უფრო ფიქრობ, რომ კიდევ უფრო გავამახვილებთ ყურადღებას სწორედ ხარისხზე და სწორედ იმაზე, რომ ფერმერს ერთის მხრივ დაუფასდეს თავისი შრომა და მეორეს მხრივ გაუჩნდეს კიდევ უფრო მეტი мотиваცია, რათა აწარმოოს, რათა მოიყვანოს ხარისხიანი, მაღალხარისხიანი ყურძენი. ახლა მეორეს მხრივ
ჩვენ არ ვართ მეღვინეების კონკურენტები, ის ყურძენი რაც ხდება რისი გადამუშავებაც ხდება სახელმწიფო საწარმოს მიერ მთლიანად მიდის სასპირტე მიმართულებით. ამიტომ მთლიანად ის ყურძენი, რომელიც ჩაბარდება კერძო სექტორში, იქნება მაღალი ხარისხის ამ ფასდასხვაობიდან თუნდაც გამომდინარე და მისგან უნდა უკვე ვალდებული არის ამ პრინციპში ჩვენი მეღვინეები, რომ დაამზადონ მაღალხარისხიანი კარგი ღვინოები. კი ბატონო, რა მოცულობის ყურძნის მოსავალს ველოდებით წელს 55,000 ტონა? მე დამჩაშტაბა შეიძლება რომ ჯერ ძალიან საწყის ეტაპზე ვართ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მიჩვეული ვართ, რომ 200,000 და უფრო მაღალ მაჩვენებელზე წავდივართ. ამიტომაც ვკითხულობ, რა მოცულობის მოსავალს ველოდებით წელს და იმის გამო რომ დაგვიანდა რეალურად ეს გარკვეულწილად თვითონ ყურძნის ხარისხზე და მოსავლიანობაზე ხომ არ იმოქმედებს და აი ასეთ შემთხვევაში თქვენ ახსენეთ კიდე საუბრის დასაწყისში რომ უცებ მოგვიწია გადაწყობა აი ამ ცვლილებებიდან გამომდინარე რომელიც ამიდმა სამწუხაროდ მოგვიტანა ხო თუმცა მთლიანობაში ეს რა ტიპის გავლენას იქონიებს შედეგიანობის თვალსაზრისით 2025-ზე კი, რა თქმა უნდა, ყურძნის მოსავალში ძალიან დიდი ფაქტორი არის სწორედ ამინდი და კლიმატური პირობები. წელს ჩვენ არ ველოდებით შანშარდელზე მეც, შარშან მოგეხსენებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეკორდული წელი იყო. წელს მოსავალი რაოდენობით იქნება ნაკლები. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ის ყურძენი ნაკლები რამდენი დაახლოებით ველოდებით 200-დან 250,000 ტონამდე რაც უხეშად და ამ მოცულობაში შედის რაჭაც თუ ეს მხოლოდ კახეთია ნუ რაჭა არის სულ 1500-დან 2500 ტონამდე ანუ ჩათვალეთ რომ ეს არის 1% იმისა რაც არის კახეთში, ამიტომ რაჭას ისეთი კორექტივების შეტანა შეუძლია თქვათ თლიან მოცულობაში. თუმცა არის იმერეთი, რომელიც უფრო მეტია ვიდრე რაჭა, ასე რომ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ შარშანდელთან შედარებით ნაკლები მოსავალი იქნება. რამდენად გვექნება წელს ისეთი პროდუქტი და ისეთი ხარისხის ყურძენი, რომელიც საშუალებას მისცემს, ან გვაქვს, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ დაუშვათ მაღალხარისხიანი ღვინო, რომელზეც პრეტენზია გვაქვს ყველას, რომ უნდა გავყიდოთ 2026 წელს შემდგომ წლებში, ამაზე რა ტიპის გავლენა ექნება, რადგან დღეს ჩვენ ძირითადად რთველზე გვაქვს საუბარი და თქვენ შემდგომაც ამ სექტორის წარმომადგენლები იქნებიან ბიზნესიდან უკვე ჩვენს ეთერში, სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი რთველი ჩვენ მოგცემს იმ ხარისხის ღვინოს, რომ საბოლოო ჯამში 2026 წელს გაყიდვების მაჩვენებელი საერთაშორისო ბაზრებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება რეალურად იმაზე მაღალი, ვიდრე თუნდაც 2025 წლის განმავლობაში ვყიდით, ან 2024-ში გავყიდეთ. კი, ვფიქრობ, რომ ზოგადად მთლიანად რომ ავიღოთ ყურძენი და თქვათ შევარდაროთ შარშანდელი წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული წელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აი რაჭაც ვახსენეთ და ძალიან კარგი მოსავალი იყო, სხვა შორის წელს უკვე დავიწყეთ რაჭის მონიტორინგი და ძალიან კარგი მოსავალია წელსაც, მათ შორის ხარისხის თვალსაზრისით, თუმცა ამ სქემიდან გამომდინარე, რაც წელს გვაქვს, რომ რაც გულისხმობს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მაქსიმალურად ამოვიღოთ უკონდიციო შედარებად ნაკლები ხარისხის ყურძენი, ვფიქრობ იმის გარანტია სწორედ რომ ის ყურძენი რაც დარჩება და იქნება საინტერესო კერძო სექტორისთვის და მისგან იქნება წარმოებული საექსპორტო პროდუქტი, ჩვენი ჩვეულებრივი ღვინოები იქნება ნამდვილად მაღალი ხარისხის. და ჩვენ აუცილებლად მინდა რომ გითხოთ კერძო სექტორთან თანამშრომლობა ამ ნაწილში, რთველი 2025-ის ნაწილში, მე ვენახე სარგულისხმობ ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში უგულისხმობ ბიზნესს, რომელიც ქმნის ამ პროდუქტს, რომელიც მე გადის საერთაშორისო ბაზრებზე. რა ძირითად გამოწვევებს თქვენთან აი თანამშრომლობის საფუძველზე, რა ძირითად გამოწვევებს ვაწყდებით წელს, რომლის გადაჭრაც რთველთან მიმართებაში
მათი და თქვენი გადმოსახედი ერთობლივი შეფასებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შემდგომ წლებში გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და წინა წლებიდან გამომდინარე რა პრაქტიკაც არსებობდა წლევანდელი რთველის მიმდინარეობს, თუნდაც მიმდინარე ეტაპზე რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ. რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს, კერძო სექტორს აუცილებლად ვკითხავ ამას, რამდენად სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გადმოსახედიდან რთველთან მიმართებაში. კიდევ ხო, ჩვენ ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში თანამშრომლობთ არა მარტო მევენახეებთან, არამედ ჩვენ მეღვინეებთან ერთად ყველა ის პრობლემა ტექნიკური, ტექნოლოგიური, თუნდაც ურთიერთობა მევენახესთან, რაც მათთვის რაღაც გამოწვევაა ხოლმე, ფაქტობრივად მყისიერი რეაგირება გვაქვს ყველა აი ამ მომენტზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბოლოო ჯამში ხარ თველის დროს და თველის პერიოდში მაინც ალბათ პირველი რიგის ამოცანა არის მევენახე იყოს დაკმაყოფილებული ოღონდ არა ხარისხის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ხოლო რაც შეეხება მეღვინეებს კიდევ ვიძახი, რომ ერთი არ რთველი, მაგრამ დანარჩენი მთელი წელი სწორედ მეღვინეებთან კომუნიკაციაში, მეღვინეების დახმარებაში ვატარებთ, ათასგვარი მარკეტინგული გამოფენა თუ ტურები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ გვაქვს, რაც უზრუნველყოფს იმ პროდუქტის ცნობადობის ამაღლებას და იმ პროდუქტის რეალიზაციას, რასაც სწორედ რთველის დროს ქმნიან. ასე რომ გონია საბოლოო ჯამში საკმაოდ დაბალანსებული პოლიტიკაა, ის პოლიტიკა, რასაც სახელმწიფო ატარებს, მათ შორის რთველის მხარდაჭერის პროგრამაში და კიდევ ვიძახი, რომ სამომავლოდ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება სწორედ ხარისხიანი ყურძნის მოყვანაზე. თვითონ ამ წლებმა რა აჩვენა? მე ვენახე მოგყვებათ აი ამ ხარისხიანი ყურძნის წარმოების მიმართულებით. ახლა ის ადამიანები, რომლებიც გიყურებენ და დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებული ინტერესი აქვს კახეთის რეგიონში რთველთან მიმართებაში და შესაბამისად ამ გადაცემასაც ალბათ იქ ბევრად მეტი ადამიანი უყურებს. სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობთ, რომ მათ რას ეუბნებით, რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს და რა პოლიტიკა მევენახესთან მიმართებაში და არა ბიზნესთან ბიზნესთან. ესე მკაფიო, ანუ რა თქმა უნდა, ჩვენ კომუნიკაცია ყოველთვის გვაქვს და ყოველთვის გქონდა მანამდეც და ყოველთვის თუნდაც თქვა ტრეინინგების ექსტენსიის საშუალებით ამახვილებდით ყურადღებას ამაზე, ეხლა როდესაც მიწევს თუნდაც თქვენი საშუალებით ეთერში ყოფნა, ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი რაც მინდა ვთქვა, რომ ღვინო მზადდება, ღვინო იქმნება ვენახში სწორედ და არა ვთქვათ მერე საწარმოში. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყურძნის ხარისხს. თუმცა ესე სახელმწიფო და მთავრობის განკარგულებით გაწერილი ეს სწორედ წელს არის პირველად, როდესაც გაკეთდა აქცენტი უკვე სწორედ ხარისხზე. აქედან გამომდინარე, თუმცა ჩვენი აი ამ წინაწლების მუშაობის და კომუნიკაციის შედეგად ყველა მევენახე, ვინც თქვათ ეცნობა აი თუნდაც ამ მთავრობის განკარგულებას და იქ სწორედ ხარისხის მიხედვით ფას ყველა თანახმაა და ყველა აღიარებს აი ამ ნაბიჯის მნიშვნელობას, რომ მათ კონდეთ მეტი мотиваცია აწარმოონ ხარისხიანი მოსავალი, ხარისხიანი ყურძენი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. რთველის დასრულების შემდგომ კვლავაც იმას მისლევთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში და უკვე შეგვეძლება რომ შევაჯამოთ ერთგვარად თუ როგორ ჩაიარა რთველი 2025-მა, რთველი თქვენ აბსოლუტურად შეუძლებელია რომ არ დაგეთანხმოთ რომ კარგი ღვინო სწორედ ვენახიდან იწყება და შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მევენახეებისა და მთლიანად ვენახის კულტურას და რამდენად სწორად განვავითარებთ აი ამ კულტურას, რომელიც ტრადიციისავე მოგყვება, ახალმა ტექნოლოგიებმა და მიდგომებმა ბევრი სხვა წესი და ასე ვთქვათ გარემოებაც მოიტანა. ლევან მეხუსლა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.